საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაცია შეუიარაღებელი თვალიდან ჩანს. მოსახლეობამ ეს პრობლემა კეთილმოწყობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. მხოლოდ თბილისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონები გამოიყოფა. თუმცა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მხოლოდ მატულობს და მატულობს. მოსახლეობა ორ პოლარულ ბანაკად დაიყო. ნაწილი მაღალი ემპათიით გამოირჩევა და საკუთარი ჯანმრთელობისა და რესურსების ხარჯზე თითოეული სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს, ხოლო ნაწილი უსაფრთხოებას ანიჭებს უპირატესობას და უნდა რომ საზოგადოება დაცული იყოს დაკვენის, დაგლეჯვის და დაავადების საფრთხისგან. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ სინამდვილეში დაპირისპირების მიზეზი არ არსებობს, ყველას ერთი და იგივე გვინდა. ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება, დაავადების რისკების აღმოფხვრა, ადამიანის და ცხოველის ჰარმონიული თანაარსებობა. მაშინ რაშია პრობლემა? რატო ვერ ვთანხმდებით და საიდანაა ეს დაპირისპირება? საქმე იმაშია, რომ საჭიროა სისტემური, თანმიმდევრული და გათვლილი მიდგომა, კარგად გაწერილი კანონმდებლობითა და აღსრულების მექანიზმებით. ამის გარეშე ყველას წრეზე ტრიალი გვიწევს. წარმოიდგინეთ, მაიას ყავს ეზოში ძაღლი, რომელსაც ლეკვები ეყოლა. მაიას უყვარს თავის ძაღლი, მაგრამ ამდენი ცხოველი არ უნდა, ამიტომ ეს ლეკვები გარეთ დასვა. ლეკვები ნახა მაკუნა. აც რა აჭამა, გაასტერილა კიდევაც. ამისთვის ვალებიც კი აიღო, მაგრამ წაყვანით ვერ მიყავს, რადგან მისი სახლი უკვე სავსეა ასეთი ნაპოვნი ცხოველებით. მანამდე მარინამ, მანანამ და მალხაზმა რომ გამოსვეს. ლეკვები წამოიზარდნენ და დაუყეფეს პატარა მაშიკოს, ხოლო მაშიკოს მამას მამუკას შეეშინდა თავის შვილის გამო და ჯოხი მოუქნია. მაკა და მაკუნა ჩხუბობენ, ორივეს თავის სიმართლე აქვს, ხოლო მაია ჩხუბი კი გაიგო, მაგრამ ის ლეკვები არც ახსოვს და ვერც გაზრდილები იცნო. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? პოპულაციის მართვა გულისხმობს არსებული ცხოველების იდენტიფიცირებასა და აღრიცხვას, კასტრაცია სტერილიზაციის პროგრამას, ცხოველების იმპორტისა და გამრავლების შეზღუდვას, ცხოველების მიტოვების აღკვეთას, მიუსაფარი ცხოველების ოჯახში აყვანის ხელშეწყობას. ანუ ორი სიტყვით, ცხოველი ოჯახიდან ქუჩაში არ უნდა ხდებოდეს, ხოლო ქუჩიდან ოჯახში აყვანას ხელი უნდა შეუწყოთ. დაავადების რისკის შემცირება ნაწილობრივ ავტომატურად მოხდება პოპულაციის მართვისა და ვაქცინებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პარალელურად. თუმცა, რიგი დაავადებების, მათ შორის ცოფის აღმოსაყრელად, რომელიც მეტად ვერაგია და თითქმის 100%-იანი სიკვდილიანობა აქვს, საჭიროა ინტენსიური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, როგორც შინაურ, ასევე გარეულ ცხოველებში. ადამიანის და ცხოველის ჰარმონიული თანაარსებობა მხოლოდ ადეკვატური კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმის ფონზეა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ცხოველი არ მოხვდება უპასუხისმგებლო პირის ხელში, რომელიც არ აკონტროლებს საკუთარ ცხოველის ქცევას, ხელს უწყობს მასში აგრესიის ჩამოყალიბებას, არ ზრუნავს ხმაურის და დაბინძურების აღმოფხვრაზე, ქუჩაში აგდებს საკუთარ ცხოველს და მის ნაშიერს. ასევე ამით დაუსჯელობის პრობლემაც მოიხსნება. უპასუხისმგებლო პატრონებისა და მოძალადეების შავი სია მნიშვნელოვანი ბერკეტია როგორც ძალადობის, ასევე მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად. სისტემური და თანმიმდევრული მიდგომით პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია 3-5 წელიწადში. არ დაგვავიწყდეს, მიუსაფარი ცხოველი ადამიანის უპასუხისმგებლობის შედეგია. მათ არა ურჩევიათ ასეთი ბედი.